მოგესალმებით რიგით მესამე ვიდეოში გეგმილური ხაზვის საბაზისო კურსზე. დღეს უკვე დავიწყებთ დეტალის აგებას, საკმაოდ მარტივი დეტალის აგებას. ძირითადად მინდა ყურადღება გავამახვილოთ ხედებზე, როგორ უნდა დავინახოთ ხედი და როგორ უნდა მიუდგეთ ზოგადად აი ამ პრინციპს. საკმაოდ მარტივი დეტალი გვაქვს, სამდეშიც ავაგე წინასწარ და მინდა რომ შევხედოთ თუ როგორ უნდა ავიღოთ ხედები. ვიდრე ხედებზე გადავალთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის მოვნიშნოთ გაბარიტული ზომები. გაბარიტულ ზომებში რა მოიაზრება, ხო? უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს დეტალი უნდა ჩაჯდეს რაღაცა მართკუთხედში. ამ შემთხვევაში ზემოდან თუ დავხედავთ, მე მივხედავთ, რომ ზუსტად მართკუთხედის პერიმეტრში ექცევა, მაგრამ წინ ხედიდან და გვერდ ხედიდან, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ასეთი, ხო? მაგრამ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს მაინც მართკუთხედში უნდა მოიქცეს. ამას როგორ ვაკეთებთ? ერთი ზომა უკვე ვხედავ აქ, რომ აი გაბარიტულ ზომას, რომ აი ეს 100 არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი მილიმეტრებში ამოცემული, ხოლო რაც შეეხება ახლა დანარჩენს, ხო, როგორ უნდა ავიღო მის სიმაღლე, ხო? სიმაღლე გაბარიტულად არ მიწერია, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკით შემიძლია გამოვიანგარიშო, რომ 30-30 დავუმატებ, მივალ უკიდურესი ქვედა წერტილიდან ზედა წერტილამდე და მივხვდები, რომ თურმე 60 ყოფილა, ხო? სიგანეს რაც შეეხება, აქ საკმაოდ მარტივად არის საქმე, წერია, რომ 70 არის და უკვე სამივე გაბარიტული ზომა გვაქვს სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის. წინაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ აქ ჩვენ უნდა მოვნიშნოთ ჩარჩოები. ჩარჩო, რა თქმა უნდა, მონიშნული მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაბარიტულ ზომებს მოვნიშნავ აქ უკიდურესი წერტილისთვის. ამის პრინციპებზეც ვისაუბრეთ, რამდენიმე მეთოდი არსებობს, მე ამ შემთხვევაში სიმარტივისთვის ამას გამოვიყენებ და უკვე ჩემზეა დამოკიდებული 30-იანს ავიღებ თუ 40-იანს, მოდი ამ შემთხვევაში 40-იანს ავიღებ, არ მინდა ერთ კუთხეში მოექცეს მთლიანი ნახაზი და შემდეგ ძალიან დიდი მინდორი დარჩეს აქ. უბრალოდ გემოვნების ამბავია, თუ გინდათ 30 აიღეთ, თუ გინდათ 40. ხო, ესე იგი, როდესაც ამ წერტილს მოვნიშნავთ, შემდეგ ვიღებთ გაბარიტულ სიმაღლეს, რაც ჩვენს შემთხვევაში 60 იყო, შემდეგ ვიღებთ გაბარიტულ სიგანეს, რაც ჩვენს შემთხვევაში იყო 100, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ამ ხაზს ყოველთვის ვაგრძელებ ხოლმე 100. და რატო ვაგრძელებ, ხო? იმიტომ რომ ერთ ფუძეზე, ერთ სიმაღლეზე უნდა დაიწყოს წინხედისა და გვერდხედის აგება. ხოლო აი ამას გადმოვიტან უბრალოდ 100-ით აქეთ. აი ესე, ამ გაბარიტსაც მოვნიშნავ, შემდეგ აი ეს ზედა გაბარიტიც მოვნიშნოთ, ეს აღარ გვჭირდება. ხედებს შორის დაშორებასაც პირადად ახლა 40-ს ავიღებ. აქეთ გადმოვალ 40-ით. სიმაღლეს ამას ახლა აგიხსნით უბრალოდ, რა და როგორ არის, აქ ერთი და იგივე სიმაღლეს ავიღებ. შემდეგ 70 არის ამის სიგანე, ასე. ზედმეტები შეგვიძლია წავშალოთ, ხოლო რაც შეეხება ზეთხეთს, ისევ 40-ით დავაშორებ. 70 აქ და შევკრათ უკვე თლიანად. აი ეს არის ჩვენი გაბარიტული ზომები. ხოლო ახლა ამაში რა კონტური უნდა ჩაიხაზოს, შეიძლება დაგვაინტერესოს, ზოგადად რა არის ხედი. ეს არის რაღაც სამგანზომილებაში სხეული, შემიძლია მას აქეთ იქიდან შემოუვარო, არაფერი პრობლემა არ არის, უბრალოდ ხედი რას ქვია. მე თუ აი ასე დავდგები, აი ასე უნდა წარმოვიდგინო, რომ ვუყურებ აი ამ ობიექტს და რასაც ვიღებ, აი ამ კონტურს, რასაც ვხედავ, აი ეგ არის წინხედი, ზუსტად ამ ხაზებს, რასაც ვუყურებ, ეგ არის წინხედი. აი ახლა დააკვირდით, შემდეგ მოვტრიალდები, შევხედავ ამას გვერდიდან, ასე. რასაც მივიღებ, ეგ არის გვერდხედი. ხოლო როდესაც ამას ზემოდან დავხედავ, ეგ იქნება ზედხედი. მე და ახლა ერთ რამეს დააკვირდეთ. აი ამ დეტალს, წერინა როცა ვუყურებ, აქვს რაღაც სიმაღლე, ხო? აი ეს სიმაღლე რაღაც. შემოვტრიალდი აქედან. მაინტერესებს ახლა ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა მან სიმაღლე? რა თქმა უნდა, არ შეიცვალა, ხო? სახლს მარცხნიდან შეხედავთ თუ მარჯვნიდან შეხედავთ, ან წინიდან შეხედავთ, სიმაღლეს არ დაკარგავს, აი კორპუსი რო აიღოთ, ხო? ხოლო რაც შეეხება ახლა სიგანეს, ხო? როდესაც სიგანეს ვუყურებთ, ან სიგრძეს ვუყურებთ, აი სიგრძის ერთეული მაგალითად ეს ავიღოთ, ზომა. როდესაც ზემოდან ვუყურებთ, სიგრძეს ვხედავ რაღაცა, როდესაც წინიდან შევხედავ, გამოდის რომ არ შეიცვალა, ხო? ახლა რაც შეეხება სიგანეს. როდესაც ზემოდან ვუყურებ რაღაც აი ამ სიგანეს ვხედავ,
როდესაც მაგას გვერდიდან შევხედავ, ისევ იგივე სიგანეს დავინახავ. ეხლა ეს რატო მოვყევი ამის ახსნას, ხო? ამის ახსნას იმიტომ მოვყევი, რომ ხედებს შორის ყოველთვის არის რაღაც თავსებადი ზომები. ყოველ ორ ხედს შორის. აი მაგალითად ეს რომ 100-ია და ესეც 100-ია, ორივეგან ჩანს. სიმაღლე რომ 60-ია, აქაც ჩანს და აქაც ჩანს. სიგანე რომ 70-ია, აქაც ჩანს და აქაც ჩანს. ანუ ყველა ხედს შორის არის რაღაცა დამოკიდებულება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ შემდეგ. ამ ყველაფერს გამოვიყენებთ ნახაზზე ზომების ადეკვატურად განაწილებისთვის. და რომ ყველა ზომა არ უნდა იყოს მაგალითად ერთ ნახაზზე დატანილი, უნდა იყოს გადანაწილებული, რადგან თავსებადია როგორც ვთქვით ზომები. ხო, ამას სამჯერად ახლა წავშლი, არაფერში არ გვჭირდება. კიდევ ერთ რამეს დავაკვირდეთ, თუ ამ ობიექტს წინიდან შევხედავთ, აი ესე, დავინახავთ, რომ ის არის სიმეტრიული. აი ეგ სიმეტრიის წარმოსახვითი ღერძი რო გააჩინოთ, აი მარცხნივ და მარჯვნივ ერთი და იგივე სარკისებური სიმეტრია იქნება. ხოლო მაგისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ ღერძის აღნიშვნა. ღერძის აღნიშვნა შეიძლება გამოვიყენოთ წერტილ-წყვეტილით ან გრძელმოკლე ტირეებით. აი ესე. ღერძის ხაზი შედარებით ნაკლებად სქელი უნდა იყოს კონტურის ხაზზე. ეს კონტურის ხაზი არ არის მანდამდე მივალთ, მაგრამ აუცილებელია რომ მოვნიშნოთ ხოლმე სიმეტრიის ღერძები და აუცილებლად ესეც პირდაპირ ქვემოთ ჩამოვა. როდესაც ზემოდან დავხედავთ ამ ობიექტს, დავინახავთ, რომ აი თურმე აქედანაც სიმეტრიულია, აი აქ რო წარმოსახვითი სიმეტრიის ღერძი იყოს, მარცხნივ და მარჯვნივ სიმეტრიული იქნება, ხოლო როდესაც გვერდიდან უყურებთ, რა თქმა უნდა, იგი სიმეტრიული აღარ არის. ახლა როგორ უნდა დავიწყოთ ობიექტის აგება, ხო? არ არსებობს, რომ დაიწყო და ერთი ხედი დაასრულო, როდესაც რთულ ობიექტზე ვსაუბრობთ. აქ ახლა ეს საკმაოდ მარტივია, მაგრამ ამ დეტალს მარტო ერთი ხედით დაიწყო და დაასრულო, საკმაოდ გართულდება საქმე, ამიტომ ჯობია, რომ მინიმუმ ორ ხედში, ძირითადად ეს არის ხოლმე წინ ხედი და ზედ ხედი, ვიმუშაოთ და შემდეგ ავაგოთ უკვე მესამე ხედი და პარალელურად ვმუშაობთ ამ ორ ხედზე, რა თქმა უნდა. არ არსებობს, რომ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, არა, თანაბრად ვცდილობთ რომ ავაგოთ. ამ შემთხვევაში საკმაოდ მარტივი დეტალია, არ გვჭირდება ბევრი გათვლა გამოანგარიშებები, ამიტომ შეგვიძლია რომ ხედით დავიწყოთ და ხედითვე დავასრულოთ. ჯერ მე წინ ხედით ვიწყებ ხოლმე, შეგიძლიათ ზედ ხედითანაც დაიწყოთ, უბრალოდ ეს ახლა ის ჩემი ჩვევა არის და ალბათ ვეღარ მოვიშლი. ვიწყებ აი ამ კუთხიდან და ხედავ რომ აი ამ კუთხიდან რას ვაკეთებ, ზემოთ ამოვდივარ 30-ით. ზემოთ ამოვიდეთ 30-ით. ასე. და ხედავ რომ აი ახლა ფანქარს დააკვირდით, აი ამას თლიანი სიგრძის ხაზია, ხო? თლიანი რაღაც უწყვეტი ხაზია, ხო? შესაბამისად აი ამას გავაკეთებ ბარემ აქ. რა თქმა უნდა, ხე წყვეტილი არ უნდა იყოს. აი ესე. შემდეგ რა ხდება? აი შემდეგ უკვე მაინტერესებს, აი აქ რა ხდება, ეს რა ზომა არის, ხო? არსად არ წერია. თუ ასეთი ზომა არ წერია და თან ვიცი რომ ეს დეტალი არის სიმეტრიული, მაშინ სიმეტრიის ღერძიდან უნდა ვიანგარიშო ეს ყველაფერი. ვიცი რომ ამის გაბარიტული ზომა არის 90, აქ წერია კიდეც რომ 90-იაო. მაგ შემთხვევაში როგორ უნდა გამოვიანგარიშო ზომა, ხო? თუ ეს არის სიმეტრიული, შუაზე გავყოფ და აქეთ იქით გადავზომავ 45-45-ს. შესაბამისად აქეთ გადმოვა ეს 45-ით. და ბარემ ქვემოთ ჩამოვიტან მაგ წერტილს, აი ესე ქვემოთ. ანალოგიურად მოვიქცევი აქეთაც. აი ფანქრით რო ხაზავდე, ზუსტად იგივენაირად გავაკეთებდი. აი მაგალითად აქ სახაზავს დავდებდი 0-დან და აი აქამდე 45-ს გადავზომავდი, ან 4 სანტიმეტრ ნახევარს. და შემდეგ სახაზავით, ორი მართკუთხა სახაზავით, იმ პრინციპით, რომელიც წინა ვიდეოში ავხსენეთ, გადავიტანდი ზომებს, უბრალოდ ხაზებს მართობულად და პარალელურად, როგორც საჭირო იქნებოდა. ამ ზედმეტის წაშლა უკვე შეგვიძლია ესე. და რა დაგვრჩა, ხო, კონტური უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ახლა აი ესე ვიყურებით. აი ეს კონტური უნდა მოვნიშნოთ, აგრეთვე ეს ჩაღრმავებაც უნდა მოვნიშნოთ, რომელიც 10-ით ჩადის ქვემოთ და მისი გაბარიტი არის 30, ხო? ანუ ნახევარ-ნახევარი უნდა გადავიტანოთ 15-15. ქვემოთ ჩამოდიოდა ეგ.
ახლა მე კომპიუტერით ძალიან მარტივად შემიძლია მაგის აღნიშვნა, მაგრამ შეიძლება ასეც გაკეთდეს, აი ჩამოვიტანეთ, შემდეგ ფარგალი ჩავარჭეთ აქ. აქეთ გადმოვიტანეთ ეს ზომა, აი თუ ცენტრს ავიღებ სიმეტრიის ღერძს, გადმოვიტანე ეს ზომა აქეთ. შემდეგ ისევ ორი სახაზავით ასე გავაკეთე და ერთ-ერთზე ან ამაზე გადავზომავ სიღრმეს, რომლითაც ის დაბლა ჩამოდის. ამ შემთხვევაში არის ეგ 10. ანუ აი ეს უნდა იყოს 10, ერთ-ერთზე თუ ავიღებთ ამ ზომას, მაგალითად აქ, და შემდეგ ამაზე გავატარებ აი ეს პარალელურ ხაზს, რომელიც რა თქმა უნდა ამის პარალელური იქნება, მივიღებთ აი ამ კონტურსაც. ზედმეტი შეგვიძლია წავშალოთ და დაგვრჩა აი ეს კონტური. აი ეს ნაწილი უნდა აღვნიშნოთ ახლა, რომელიც არის 15, ანუ აქეთ აღარ წერია, იმიტომ რომ იქით უკვე დაწერილი და ვიცით რომ სიმეტრიულია. შესაბამისად აი აქეთ 15-ს მოვნიშნავთ. ქვემოთ ჩამოვიტანთ ამ ხაზს, იქითაც ზუსტად ანალოგიურად მოვიქცევით, ეს უკვე შეგვიძლია რამდენიმე მეთოდით გავაკეთოთ, აი მაგალითად ფარგალს თუ აქ ჩავარჭობ. აი ესე გადმოვიტან, იგივე ზომას მოვნიშნავ აქეთ, რაც აქ არის მონიშნული. შემდეგ შემიძლია ავიღო ეს. ჩამოვიტანო აქ. რა თქმა უნდა, ამ ხელარკალი საჭირო არ არის, თლიანად ახლა კომპიუტერი ხაზავს, თორე აი საკმარისად აი ესე რომ გაატარებთ, უკვე ვხედავ რომ აი გადაკვეთა და ზომის აღებაც შემიძლია. თითქმის მორჩა, მაგრამ აი ეს ნაწილი არ გამიკეთებია, ხო? აი მას როგორ ვიღებთ ახლა? ნუ აქ პირდაპირ მეუბნებიან რომ 10-ია, ასე რომ საკმაოდ მარტივი ასაღებია. აქედან მაგალითად მოვნიშნავ 10 მმ დაშორებას და მთლიან ხაზს გავავლებ აი ასე. აქეთ. ზედმეტი რაც არის შემიძლია წავშალო. წინხედის აგება ფაქტობრივად დავასრულეთ. დაგვრჩა აი აქ ეს წყვეტილი ხაზი, მაგრამ აქ წყვეტილსაც შემდეგში მივუბრუნდები, ჯერ მინდა რომ კონტური მოვნიშნო, შემდეგ წყვეტილი. ხოლო ახლა რაც შეეხება აი Z-ხედში როგორ უნდა გადმოვიტანო მარტივად ეს ყველაფერი. ვთქვით რომ ზომები თავსებადია, ეს თუ სიგრძის ზომაა, აქაც იგივე ზომად გამოჩნდება, ხო? კიდევ ერთხელ შევხედოთ მაგ მოვლენას, აი ესე ვიყურები, ზემოდან დავხედავ და ვხედავ რომ აი ეს დაშორება იგივე იყო, რაც წინხედში იყო ეგ დაშორება, ხო? შესაბამისად, ახლა ფურცელზე ვერ ვატრიალებ მაგ ნახას, მაგრამ შემიძლია რომ ეს ჩამოვიტანო პირდაპირ ესე. საკმაოდ მკვეთრი ხაზებით, აი ესე ჩამოვიტანო, ოღონდ არ მოგულისხმობ რომ ძალიან დააწვეთ აქ ფანქარს ან ძალიან სქლად დახაზოთ, რა თქმა უნდა ეს არაფერში არ გჭირდება. გართულდება პირიქით უკვე წაშლა და ეს არ გვაწყობს არანაირად. შემდეგ რაც გვაინტერესებს არის აი ეს გაბარიტული სიგრძე, ხო? ეს სადამდე მოდის აი ეს. ეგ არის 60, ამიტომ ერთ-ერთზე გადმოვზომავ აქ 60. გავავლებ წრფეს და აი ამ დანარჩენს წავშლი. აი ეს. ესენით შეგვიძლია რომ წავშალოთ, აღარაფერში აღარ გჭირდება. აი უკვე ზემოდან კიდევ ერთხელ დავხედოთ ამ დეტალს, რა გჭირდება. აი ეს კონტურიც აუცილებლად უნდა საუბარი მაქვს აი ამ კონტურზე, რომელიც უნდა გამოვაჩინოთ. რისი სიგანეც არის 15. ერთ-ერთ ან აქ არ აქვს მნიშვნელობა, სადაც გაგიხარდებათ. 15-ს გადავზომავ და ისევ მთლიან ხაზს გავავლებ და აი მოინიშნება ეგ ნაწილი. უბრალოდ აი დააკვირდით, აი ეს ხაზები რაც ამ წამს წავშალი აქ არცად არ არის შესაბამისად, არც ნახაზზე არ უნდა იყოს, ხო? შემდეგ აი ეს ჩაკვეთილი ნაწილებიც უნდა გამოვაჩინოთ. აქ გადაზომას რა თქმა უნდა არ დავიწყებ სიმეტრიის ღერძიდან აქეთ იქით, უბრალოდ აი მას ჩამოვიტან. რა თქმა უნდა შემიძლია კიდეც დავიწყო გადაზომა, მაგრამ არაფერში არ მჭირდება აი მას რომ ჩამოვაგეგმილებ. საკმარისია უკვე ეს ზუსტი ზომების მისაღებად. აი რაც შეეხება ახლა აი ამ ჩაღრმავებას, ხო, აი ამ კვადრატულ ხვრელს მაგალითად, როგორ უნდა აღვნიშნოთ, ხო? ერთ-ერთი კუთხე უნდა მოვნიშნოთ, ერთ-ერთი წერტილი და აქ რატომღაც არ წერია ეგ კიდიდან დაშორება, არც აქედან დაშორება, ეს იმიტომ რომ რა თქმა უნდა სიმეტრიის ღერძზე მდებარეობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ აი ესე არის. შევდივართ 20-ით. აი ესე, უბრალოდ ხაზს გავავლებ და აქედაც გავაგრძელებ.
ჯერ ზომას ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევ, ვიცი რომ შემდეგ კვადრატი არის, აქ ასეც 20-ია და ისეც 20 არის. ამ ხაზს, აქ რა თქმა უნდა მოვნიშნავ წერტილს, რომელიც იქნება აქედან დაშორებული 20-ით და ამასაც გავავლებ. კვადრატის მოსანიშნად ერთადერთი ის გადარჩა, რომ აქეთ იქიდან 10-10 გადავზომო. ანალოგიურად მოვიქცე მეორე მხარესაც და მივიღეთ ეს ნაწილიც. შემდეგ ალბათ შემდეგში უკვე უნდა დავიწყოთ გვერდხედი, რომ აქ ბევრი აღარაფერი აღარ დარჩა, წვეტილები არის დასატანი, რასაც შემდეგში დავიტანთ. ახლა რომ აი გვერდხედში როგორ უნდა გადავიტანო ზომები, შეიძლება ეს კითხვა გაგიჩნდეთ. საკმაოდ მარტივია, აღარაფრის წაკითხვა აღარ მჭირდება, აქ უკვე საკმარისზე მეტი ინფორმაცია მაქვს, რომ აი ეს ავაგო, მაგრამ რა თქმა უნდა იქ წვეტილებით არ მომინიშნავს, ამიტომ აქ ჩახედვა კიდევ დამჭირდება. ანუ როგორ მოვიქცეთ ახლა, რამდენიმე მეთოდი არსებობს, ერთადერთი რაც უცვლელია ეს არის, რომ სიმაღლეები შემიძლია აქედან პირდაპირ ესე გადავიტანო, აი ესე, უცვლელად გადადის. უბრალოდ ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის რომ აქედან Z-ხედიდან გვერდხედზე გადატანისას რამდენიმე ნიუანსი არსებობს. არსებობს რამდენიმე მეთოდიც ამ ყველაფრის გაკეთების. აუცილებელია რომ მუშაობდეთ აი უკიდურესი წერტილიდან, აი აქედან, აი ესე. და როგორ ვიქცევით. არის რამდენიმე მეთოდი, როგორც თქვი. ოღონდ აუცილებლად თუ გვინდა რომ აი ეგ რაიმე წერტილი გვინდა რომ გადავიტანოთ, აუცილებელია რომ ის წერტილი დაგეგმილებული იყოს აი უკიდურეს წრფეზე, აი აქ. ამ ობიექტის კიდეზე. მოდი ახლა ასე უხეშად ვიტყვი. აი მაგალითად ამ წერტილის გადატანა თუ მინდა აქ აუცილებლად აი ესე უნდა დავაგეგმილო, ეს წერტილი თუ მინდა გადავიტანო, აი ესე უნდა დავაგეგმილო, ეს წერტილი თუ მინდა გადავიტანო, აი ესე უნდა დავაგეგმილო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ესე. მაგრამ აქ როგორ გადავიტან, მაგის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი ვარიანტი ფარგლით, აი ეგ კუთხეს ჩავარჭობ, მოვატრიალებ. ისევ აი ესე. ამასაც იგივენაირად, ასე. და ეს. აი თუ დააკვირდებით ნახეთ, აი ზუსტად კიდე გამოყვა ამ ფარგლს. მეორე ვარიანტი რა გვაქვს? 45 გრადუსიანი ხაზები. იგივე რაღაცა მივიღე, როგორც დაინახეთ. და მესამე ვარიანტი გვაქვს, წამოვიღეთ. აქ ამ შემთხვევაში აქედან რომელი 45 გრადუსიანი ხაზიც მქონდა გავლებული, იმას დახვდა და ზემოთ ამოვიტანე. მაგალითად აქედან უფრო გამოჩნდება ესე. რომელი მეთოდიც გინდათ ის გამოიყენეთ. ყველა მუშაობს, ყველა ნაცადი ხერხია, ასე ვთქვათ რა. ნუ ეს ყველაზე ლამაზად მიმაჩნია მე პირადად და რავი. ხო, შემდეგ გვჭირდება კომბინაცია სიმაღლეების, ანუ ამ წერტილზე როდესაც ვსაუბრობთ, იგივე ეს წერტილი არის, ამიტომ ამ წერტილის და აი ამის კომბინაცია გვჭირდება. შესაბამისად, აი ეს წერტილი უკვე ვიპოვეთ, ხო? შემდეგ, მაგალითად აი ამ წერტილის და იგივე ამ წერტილის კომბინაცია გვჭირდება, ხო? ხო ასეა? აი მაგალითად 3D-ში გადავიდეთ, რომელ წერტილზე ვსაუბრობ, ხო? აი ეს წერტილი, გადმოვედით 3D-ში, აი იმაზე ვსაუბრობთ, ხო? აი ამ წერტილზე. წინ და როცა ვიყურები, აი ეს არის, და ამ შემთხვევაში ნახეთ, ორი წერტილი შეეთავსება ერთმანეთს, აი ესე როდესაც ვიყურები. ზემოდან როცა ვიყურები, ნუ უკვე ვიცი რომელზეც ვსაუბრობ, ხო? სიმაღლე აღარ გადმოვიტან, იმიტომ რომ ზედა გაბარიტულ სიმაღლეზე ძევს. ერთადერთი აი სიგანე მაინტერესებს, აი ეგ იქნება. ამ ორ წერტილს თუ დავაკავშირებ, მორჩა. აი აქ არანაირი დახრის კუთხე და ეგ არ მაინტერესებს, ხო? დახრა შეიძლება ორი წერტილითაც განსაზღვროთ. ერთი იქნება ეს წერტილი, მეორე ეს წერტილი. თუ ორივეს ცალ-ცალკე ვიპოვი და ერთმანეთთან შევაერთებ, მივიღებ სასურველი დახრილობის მქონე წრფეს. ეს შეგვიძლია წავშალოთ, ესენიც ნუ დიდად აღარ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ზედმეტებს აქაც წავშლი. იდეაში კონტური ავაგეთ, უბრალოდ წვეტილი ხაზებიღა გვაინტერესებს. ნუ ეს კონტური დაგვჭა ერთადერთი, აქ რაც ეს შეჭრილი არის, აქედან 15-ით ვაშორებთ. ზემოთ ავდივართ შემდეგ ისევ 15-ით. გაბარიტული ზომა ვიცით რომ 40 არის, ქვემოთ
ჩამოვიტანთ და ამ ზედმეტსაც მოვშლით. აი ახლა ვისაუბროთ წყვეტილებზე. უпростоრად უხილავ კონტურებზე, ხო? აი, როდესაც წინიდან მიყურები, აი ამ გვირაბს, მოდი ასე უხეშად ვიტყვი, ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი რომ მანდ არის. როდესაც ასეთი რაღაცა ხდება, მაგ შემთხვევაში აუცილებელია, რომ იგი ვაჩვენოთ წყვეტილად. ნუ თუ ჭრას არ ვიყენებთ, რა თქმა უნდა. აი, მოდი ასეთ შეგახედებთ. ნახეთ? აი ესეთი გამჭვირვალე რო იყოს, აი მე ხომ მანდ იქნებოდა, აი აქ უკვე ჩანს ეგ კონტა ის წყვეტილი მანდ, მაგრამ როგორც კი გახდება აი ასეთი, მაშინვე ქრება, მაგრამ ეგ კონტური მაინც მანდ არის, ხო? ამიტომ მაგას ვაჩვენებთ წყვეტილით. ხოლო თუ აქედან სიმაღლეები აქეთ უცვლელად გადმოვიტანე, არაფერი არ დაშავდება, თუ აქედან გადავიტან სიმაღლეებს უცვლელად მარცხნივ, ხო? აი აქ სახაზავს მივიტან და ესე ამის გასწვრივ გავალებ წყვეტილს. აგრეთვე კიდევ ერთ რამეს დავაკვირდეთ. აი ეს ხვრელი ახლა როგორ გამოჩნდება, ხო? ანუ ჯერ ეს ერთი ეს კონტურიც აღსანიშნავი გვაქვს. აი ამაზე მაქვს საუბარი, კი, აქ ჩანს ყველაფერი, მაგრამ როდესაც აი ესე გადმოვხედავთ, უკვე დაიკარგა, ხო? შესაბამისად, იგი უნდა ვაჩვენოთ აი ესე, ხო? შემდეგ ამ ჩაღრმავებასაც გადმოვიტან აქეთ, აი ესე. ხოლო რაც შეეხება აი ამ კვადრატულ ხვრელს, ესენი უკვე მოვნიშნული გვაქვს სიგანეები, რომ აი მარტო ეს ნაწილები მჭირდება. ხოლო რაც შეეხება უკვე აი ამ ნაწილს, აქ როგორ გამოჩნდება ეგ ყველაფერი, ისევ უკან შემიძლია წამოვიღო, აი ესე მაგალითად ფარგალს თუ აქ ჩავარჭობ, აი ესე წამოვიღებ უკან, ისევ აქამდე მომაქვს აუცილებლად და იქით აღარ ვაგრძელებ არანაირ შემთხვევაში. მოდი ამ ზედმეტებს წავშლი, რაც აღარ გჭირდება. და აქ უბრალოდ აი ესე გავავლებ წყვეტილს, ხოლო აქ როგორ ვიქცევით, აი აქ რომ მთლიანად გავავლო წყვეტილი, ნუ რა აზრი აქვს, ხო აქ მაინც არ ჩანს. ეგ, ასე რომ ზედმეტი წვალება არის, არაფერში არ გჭირდება, მარტო აქ და აქ გავავლებთ და აგრეთვე გირჩევთ, რომ აი აქ ოდნავ მოაშოროთ ხოლმე, რომ არ მინდა რომ აი ამ კონტურში აგერიოთ შემდეგ ეგ ყველაფერი. ამიტომ აი ასეთი რაღაცა არ გააკეთოთ ხოლმე რა. ოდნავ შემოწიეთ, აი ესე. და მარტივად გაარჩევთ ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს, რაც ნორმალურია და არაფერი არ დაშავდა მაგით. შეგვიძლია ესენი წავშალოთ, ესეც მივაყოლოთ. და ერთადერთი რაც დაგვრჩა, აი აქვაც უნდა ვაჩვენოთ აი ეს კვადრატული ხვრელი, რადგან აი სამდეში დავაკვირდეთ. ზემოდან რო ვიყურებით კი ჩანს, მაგრამ წინიდან როცა შევხედეთ, უკვე ეგ დაიმალა. მაგის გადაზომას, რა თქმა უნდა, არ დავიწყეთ, პირდაპირ აქედან ავიტანთ აი ამ წყვეტილებს აი ესე. სულ ეს არის ხედების აგება, ასეთ მარტივ დეტალზე, როდესაც ვსაუბრობთ. შემდეგ ვიდეოში უკვე ამის აქსონომეტრიას გავაკეთებთ. და შემდეგში უკვე ალბათ ავხსნი უკვე ელიფსებს, მაგრამ მანამდე ამ დეტალს ბოლომდე დავამუშავებთ, ну რა თქმა უნდა შეიძლება ამ ზომები არ დავაწეროთ, რადგან ზომებს მაშინ ავხსნი, როდესაც ელიფსები და რადიუსიანი რაღაცები გვექნება, რომ იქ ბარემ ერთ ჭრილში მოვახვედრო ეგ ყველაფერი. ვეცდები ის ვიდეოებიც მალე ჩავწერო და ავტვირთო, მანამდე ამ ყველაფერს კარგად გაეცანეთ, გაიაზრეთ და ამასობაში ალბათ დაგაწევთ დანარჩენ ვიდეოებსაც. ყურადღებისთვის მადლობას გადაგიხდით, იმედია გამოგადგებათ ეს ვიდეო და წარმატებებს გისურვებთ ყველას.